განათლება არის უმაღლესი, ორი უმაღლესი მოგზაურებული სამხატვრო აკადემია, მუსიკალური აკადემია და ფილოლოგიური სამი. ბერძნული ფილოლოგიური ფაკულტეტი. მომღერალი რომ არა ვიქნებოდი აუცილებლად დღევანდელ საქართველოს თუ გადავხედავთ პოლიტიკოსი რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია და დავეხმარო საქართველოს და რო ევროპაში ცხოვრობდე ვიქნებოდი მხატვარი, დიზაინერი. საკუთარ თავში მომწონს ის რომ ძალიან ერთგული ადამიანი, შრომის მოყვარე, შეიძლება ითქვას პატიოსანი ყველაფერში რასაც ვაკეთებ და მიზანდასახული. კუმირი არა ძალიან მომწონს და ვაფასებ მაიკლ ჯექსონის და ფრედი მერკურის შემოქმედებას, ჯორჯ მაიკლის ასე შემდეგ. სპორტული ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩემი ოჯახი იყო ძალიან ჩართული სპორტში, მამაჩემი გახლავთ საქართველოს ჩემპიონი ბოქსში, ასევე ჩოგბურთში და ბავშვობიდან ვდი ჩოგბურთს და ძალიან მიყვარს სპორტი. ბავშვობაში ყველაზე ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყავი ის, რასაც წარმოვადგენ დღეს, ყოფილიყავი მომღერალი და ჩემი შემოქმედება გაეცნო ფართო საზოგადოებას. ნიჭი, რომელიც მინდა მქონდეს, არის ის, რომ მინდა ვუკრავდე აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტზე. ჩემი ჰობია მოგზაურობა, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად გართობა. აი ეს. რას არ გავაკეთებ არასდროს, ეხლა შეიძლება ითქვას ის, რომ ბანალურია ცოტა ადამიანს არ მოვკლავდი, თუმცა ვერაფერზე ვერ ვიტყვი არასდროს. შეიძლება გარკვეულ აფექტის მდგომარეობაში გააკეთო ყველაფერი, ამიტომ ჯეჯობით ამას პასუხს ვერ გაგცემთ ამაზე. ვნანობ, შეიძლება ითქვას, რომ არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ ყოველივე არჩევანი და ყოველივე ჩემი ნაბიჯები არის ჩემი სასწავლებელი ერთ-ერთი საგამოცდო პროცედურა. პირველი კოცნა ეს იყო ძალიან პატარაობისას, მე მგონი ბაღში და მე სკოლაში იანა ერქვა იმ გოგონას. სიყვარული არის ჩემთვის პირველ რიგში სექსი, შეჩვევა, შეგუება ერთმანეთის მიმართ, ურთიერთპატივისცემა, გატანა და გრძნობა, რომელიც გვაკავშირებს ღმერთისგან სიყვარულს. ყველაზე ბედნიერი ვარ ყოველ დილით, როდესაც თენდება, იმიტომ რომ მაძლევს ღმერთი იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დაგინახოთ თქვენ და დავინახო მზე. ქალი ჩემთვის არის ადამიანი, რომელმაც გამაჩინა, მომავლინა ამ ცხოვრებაში, ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს ამ ულამაზეს არსებებს და იმრავლეთ. ჩემს პროფესიაში მომწონს ის, რომ ვემსახურები ხალხს, ვაცნობ ჩემს შემოქმედებას მაქსიმალურად, რაც შემიძლია. რა თქმა უნდა, ბევრჯერ არ ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს, იმიტომ რომ ეს შეიძლება არ გაიყიდოს საქართველოში, მაგრამ მე მაინც მომწონს ის, რომ მაქვს ძალიან დიდი კონტაქტი საზოგადოებასთან და ვცვლით ენერგიებს და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. სისულელე, იცი რა, ძალიან იშვიათად მომდის მსგავსი რამ. თუმცა ჩამიდენია ორი სისულელე, ჩემთვის შეიძლება ითქვას სისულელე იყო ის, რომ გავეხვიე უაზროდ ორ სკანდალში, რომელიც ჩემთვის არის ძალიან სისულელე და სასაცილოც. საუკეთესო მყავს და მაქვს ძალიან ბევრი რამ. აქედან შემიძლია ჩამოვთვალო ის, რომ მყავს ორი შვილი, რომელთაც ვამაყობ და ვიხალისებ ცხოვრებას და თქმა უნდა მშობლები, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მეგობრებიც, თქვენ ადამიანები. განვიცდი იმ ფაქტს, რომ ისი არ არის დღეს ჩემი ოჯახური სიტუაცია მოწყობილი, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. არ მჯერა სიკვდილის. არსებობს გარდაცვალება და არა სიკვდილი. მინდა გავიცნო. სხვათა შორის, არასდროს არ მაქვს რაღაცის სურვილი, რომ ვინმე გავიცნო. თუ ეს მოხდება, რატომაც არა. თუმცა, თუ გავიცნობდი თავის დროზე ახლოდან პოპის მეფეს მაიკლ ჯექსონს ძალიან გამეხარდებოდა. ფრაზები, რომელსაც ხმარობ ყოველდღურად, ეს არის შემოგევლე, მიყვარხარ, გაიხარე, გენაცვალე. რაჭულად. ჯერავს, რომ აუცილებლად საქართველო გახდება ერთიანი და აღარ გვექნება ესეთი საპროტესტო აქციები, როგორც იმართება თუნდაც დღეს საქართველოში. გავერთიანებით, ვიქნები ძალიან თავისუფლები და გვექნება საშუალება, რომ დავაფასოთ ჩვენი ეგო, ჩვენი მე, გამოვხატოთ ჩვენი თავისუფლება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანდება საქართველო და ვიცხოვრობთ ყველა ერთიანად და ევროპულ საქართველოში. ამ ბოლოხანაში მოგონი წლები მომემატა და ძალიან ხშირად ვტირი ვარ. ბოლოს ვიტირე სხვათა შორის გუშინ ჩემთვის. ხშირად ვტირი ვარ ხოლმე. ანუ ბოლოს ვიტირე გუშინ. ყველაზე მე ძალიან ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში რთული პერიოდი, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ გამოხატავდა არავის არ ვაჭირე, იმიტომ რომ ეს არავის არ აინტერესებს და ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ეს არავის არ არის საინტერესო. ბოლოს რთული პერიოდი მქონია, მაშინ როდესაც დავკარგეთ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქონებისა, გარკვეული პრობლემების გამო, ასევე გარდამეცვალა ჩემს უსაყვარლეს ბებო. თითქმის ის ქონება დავკარგეთ, რომელიც ჩემმა ოჯახმა წლების განმავლობაში შეიძინა. თუმცა ფეხზე დავდექით ისევ და მთავარია როგორ წამოდგები. ოჯახი ჩემთვის არის ჩემთვის უფლის სახლი, იმიტომ რომ მყავს ისეთი მშობლები, რომლებიც არიან ძალიან ახლოს ღმერთთან და ვერ იქნები ვერანაირად ცუდად ოჯახში, როდესაც ყავს ესეთი მშობლები და მოძღვრავენ ყოველდღიურად და მასწავლიან სწორ ცხოვრებას. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველ სულ ცხოვრებაში სამის შეყვარებული. მე მგონი ეს ბოლოც არის. არ ვიცი, ღმერთის ამბითია თუ ასევე დავარქვა, ვიტყვით, მაგრამ პირველი სიყვარული მქონდა თინეიჯერობის ასაკში, მე უკვე ზრდასრული რო გავხდი და ამ ბოლო პერიოდში და ეს დასრულდა მაგარი მეგობრობით. თუმცა დღეს ისევ მიყვარს, მე ხალხი მიყვარს ძალიან და ვიკვებები ხალხის ენერგეტიკით. ფიზიკური ტკივილი ღმერთის წყალობით ჯერჯერობით არაფერი არ მომევლინა ცხოვრებაში. სულიერი ტკივილი რა თქმა უნდა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ საქართველოში რაც ხდება, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში და შეიძლება ითქვას, რომ მაქვს ძალიან ხშირად მსგავსი ტკივილები. სიმართლე რო გითხრა, არაფერს არ მცხვენია, იმიტომ რომ მე არაფერს ისიც არ ვაკეთებ, რომ ვინმე შევაწუხო. ვინმე დავაზარალო ან დავაზიანო, ამიტომ რასაც ვაკეთებ ჩემ ცხოვრებაში არის ხოლმე და მხოლოდ ჩემთვის. და ის რაც გამოდის ხანდახან, აი ეს ორი სკანდალი რაც ყოფილა ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ მცხვენიას ვერ დავარქვი, თუმცა მიტყდება. არ შევეცი მარაზოს ტანგას. არ შევეცი მარაზდროს. ეხლა ძალიან ტენდენციური გახდა ანდროგენული სამოსი, მარკოს დიზაინერის ჩვენება იყო და წარმოაჩენა ძალიან ექსცენტრიული სამოსი და არ შევეცი მარაზოს ქალის სამოსი, იმიტომ რომ შეიძლება არ მომიხდეს მე. თორემ არის პროტესტი არ მაქვს, ეს მოუნდება ჩაიცვას. კომპლექსი მაქვს. მე ვფიქრობ, ამ ბოლოხანში ჩამომიყალიბდა კომპლექსი არ შემიძლია სათვალის გარეშე. შეიძლება ეს. და როცა ვიხსენ სათვალს, ასე მგონია შიშველი ვარ. აი ეს. მოდი არ დავჭაგრავ მე ქართველებს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველები მიყვარს ჯერ და მე სხვა ერს წარმომადგენლები, ვინაიდან საქართველოში ვართ, ყველაზე სექსუალური ქალი ჩემთვის არის შორენა ბეგაშვილი, ასევე კესარი აბრამიძე. აი ეს ორი ადამიანი. სამი ნივთი. ეს არის საათი, ჯვარი და სათვალე. ჩემი დილა იწყება 55 გრამი წყლით. მერე იწყება ბრექვესტით და მერე ყავით. არა, ჩემი დილა იწყება ჯერ ლოცვით სულ დამავიწყდა. წყალი, ლოცვა და მერე ბრექვესტი. ეს კი ბავშვობიდან ვარ ძალიან დამოუკიდებელი და ყოველთვის მქონდა ხოლმე კონფლიქტი ოჯახში, საიდან მიმქონდა ოჯახში ფული. მანეთები მახსოვს, როდესაც ვცხოვრობდი ერთ-ერთ უბანში, ვაკეთებთ ხოლმე და ჩემი მეგობარი კონცერტებს და დადებული მქონდა პატარა ქუდი და იქ მიყრდნენ ხოლმე ხონორას. 10 მანეთი, 5 მანეთი, 25 მანეთი და სახლში ავდიოდი ხოლმე ძალიან ხელდამშვენებული და ოჯახში ყოველთვის მქონდა პროტესტი, საიდან მოიტანე მარკო. მეუბნებდი რომ კონცერტიდან გავაკეთებ მეთქი ეს ფული, მაგრამ არავის არ ეჯერა, თუმცა მე მივხვდნენ სამ არ დაესწრენ რომ მართლა კონცერტიდან იყო შემოსავალი. ჭორი, სულ ჭორია ჩემი ცხოვრება. ჭორი კი, ჭორმა არის რამოდენიმე ჭორი, რამაც გამაღიზიანებს, თუმცა ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. ხშირ შემთხვევაში ძალიან მაღიზიანებს, როდესაც არის არასწორი ჭორი და ხშირ შემთხვევაში 99% არის არასწორი ჭორი. მაღიზიანებს და მაღიზიანებდა ჭორები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ამ პერიოდში ჭორი აღარ მსმენია და კარგია.
არ ვიცი ეს რა არის დეპრესია, ზოგადად არ ვიცი რა არის, როგორია. იმდენად დაკავებული ვარ, რომ დეპრესიაში საერთოდ არ ამცალია. ყავს ვაქვს ჩემი დეპრესია, ხო და ჯერჯერობით არ მცალია დეპრესიისთვის. აი ხო, შეიძლება ითქვას, რომ არაფერს არ მეშინია, მაგრამ რაც ქვია არ მეშინია, მეშინია ჯანმრთელობის. იმიტომ რომ და მეშინია ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების, რომ არაფერი არ შეემთხვათ, რომ იყვნენ ჯანმრთელად და არავის ცუდი არ გავიგო, რომ თქვათ უჭირს ფიზიკურად. აი მხოლოდ ამის მეშინია, თორე ყველაფერი სხვა დანარჩენი მოგვარებადია. ხასიათი მაქვს, ხო გითხარით, ვარ ძალიან ერთგული, მეგობრული, დამოუკიდებელი, თავისუფალი, უკომპლექსო და უბრალოდ ვარ ძალიან ხისტი მაშინ, როდესაც მატყუებენ, მაბრაზებენ და დაუნდობელი. შეიძლება ეთქვი, რომ ვარ ვერძი. პროფესიული ჩვევა, როდესაც სანამ გავალ სცენაზე, აუცილებლად ვლოცულობ და ვიყრი ტუფლებში მარილს. რო თვალი არ მეცეს. აი ეს. აი ხა ჩემი მეგობრები ზიან აქ და ჩემს თავზე ვილაპარაკო? კარგი, გამოვალ ხა ჩემი თავიდან და ვიტყვი რომ ამბობენ რომ რა ვიცი ვარ კარგი ადამიანი, მოსიყვარულე, ერთგული, თავდაჭერილი, ზომიერი, შრომის მოყვარე, კეთილი. და ფიცხი საშინელი, ფიცხი ავი ავჩარდა. ვერ ვიტან ზოგადად ადამიანს, რომელსაც არ აქვს მიღებული სათანადო განათლება და ის გაფასებს და გაკრიტიკებს. ზოგადად ვერ ვიტან ამ უსწავლობის ფონზე, რომ აქვს ვინმეს ამბიცია. ვერ ვიტან ადამიანს, რომელიც ჩაგრავენ ერთმანეთს და ვერ ვიტან ქართულ ამბიციებს, რომელიც არაფერში არ მდგომარეობს. საყვარელი მუსიკოსი, რა თქმა უნდა, მყავს უამრავია. მაშინ მოდი ვიტყვი საქართველოში, იმიტომ რომ ხა მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრია. საქართველოში მყავს საყვარელი მუსიკოსი და მომღერალი, ჯერ დავიწყებ დიდებზე. ესენი არიან ნანი ბრეგვაძე, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასევე თამარ გვერდწითელი. და რაც შეეხება ჩემი თაობის, შეიძლება აი ახალგაზრდა მომღერალია, ძალიან კაი გოგოა მალიბუ, ტუღუში, რატი დურგლიშვილი, დათო ნამგელაძე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი ყავს, იმედი არ მეწყენ თუ გამორჩა. ჩემი მიზანი არის ის, რომ ეხლა ვმუშაობ ჩემს ბრენდზე და ის გახდეს ძალიან წარმატებული, ვქმნი ახალ პირველ ჩემს სადებიუტო კოლექციას. რაც არ უნდა გადამიხადო, არ გავაკეთებ. არ მოკლავდი ადამიანს, რაც არ უნდა გადამიხადო და არ დავასრულებდი ვინმეს ცხოვრებას. ქალად რო დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი კესარიას დავით, ლამაზი, სექსუალური, საოცარი ქალი. აი მიყვარს ესეთი გამომწვევი ძალიან ლამაზი სხეულით, ფორმებით, ძალიან მიყვარს ესეთი ქალები. წინა ცხოვრების, რა თქმა უნდა, მჯერავს, ვიყავი იმპერატორი და მე მგონი 200-300 წლის შემდეგ ვიქნები ისე მომღერალი, ასე მგონია. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია. ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, გაოცდებიან თუ გავაკეთებ ან მოვიქცევი ისე, რომელიც ჩემს იმიჯს და ჩემს სამყაროს არ შეეფერება. საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, მსურს ძალიან ბევრი ამის გაუმჯობესება და განვითარება. ძალიან მინდა რომ აღვნიშნებ ფლობდე ძალიან ბევრ ენას და ვუკრავდე ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე. ინსპირაციას ყველაზე დიდი რაც არის ჩემთვის არის ღმერთი, რაც მაძლევს ინსპირაციას. მეორე არის ოჯახი, მეგობრები და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ. ეს ყველა ვიცის. არ გავალ სახლი და სანამ არ მოვემზადები 1-2 საათი, სანამ არ მივუძღვინ ჩემს თავს, არ ჩავიხედები მილიონჯერ სარკეში ყველა მხრიდან თუ როგორ ვარ, რამჭირს, იმიტომ რომ იმიტომ რომ უბრალოდ ესე ვარ შეჩვეული, უბრალოდ მე ვცემ პატივს იმ ადამიანებს, ვინც თუნდაც მაკვირდებიან და მიყურებენ და უყურებენ ჩემ შემოქმედებას. სარკეში ყურებისას მე ხედავ ერთ პატარა ბავშვს, რომელიც ლაღად ცხოვრობს.
ძალიან მიყვარს დილის გათენება და საყვარელი დრო და პერიოდი არის დილა, მაშინ როდესაც მზე ამოდის და ყველაფერი ისევ იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მაქვს მოვლილი, ყოველთვის როდესაც ჩავდივარ სხვა ქვეყანაში, 2-3 დღის შემდეგ ძალიან ბეზდება. ძალიან დიდი ხანი და პერიოდი დავყავი ევროპაში ცხოვრებაში, 20 წელი გავატარე იქ და ჩემი საყვარელი ადგილი ყოველთვის იყო და დარჩება საქართველო. თბილისი, ჩემი დედაქალაქი, ჩემი სახლი. დროის მანქანა რომ მქონდეს, საქართველოს დაუმატებდი და გადავახტუნებდი 20 წლის შემდეგ ამ ასაკში. აუცილებლად, იმიტომ რომ ვიცი რომ 20 წლის შემდეგ საქართველო უფრო კარგ ეტაპზე იქნება და განვითარებული ყველანაირ ასპარეზზე ვიდრე ვართ დღეს. ჩემ როგორც მომღერლის მიზანია ის, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ალბომი გამოუშვა საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც, ოდნავ თუ არა ძალიან დაიხვეწოს გემოვნება ქართულ ტელევიზიებში, როგორც მომღერლების მუსიკალურ ასპარეზზე თქვათ, რომ გამოდიან, არ მომწონს ის სიმღერები, რომელიც აქტუალურია რადიოებში და ქართულ ეთერში, სატელევიზიო ეთერში და მინდა გემოვნება უფრო და უფრო ამაღლდეს. თუმცა ის რაც გადის დღეს, ვიტყვი იმას, რომ კარგია მხოლოდ რესტორნებისთვის და არა სატელევიზიო სივრცისთვის. ვაფასებ ყველა ადამიანის შრომას. თითოეული შრომა რომ არ უფასდება, ეს ძალიან არ მომწონს ადამიანს. ვფიქრობ, რომ საქართველოში როდესაც შრომობ, ძალიან ნაკლებად გიფასდება და საქართველოში ვინც შრომობს, იმის დაუფასებლობა არ შეიძლება, იმიტომ რომ მიზერია ანაზღაურება და ვაფასებ ყველა ადამიანის შრომას. ჩემთვის წარმატება დაიწყო საბერძნეთში, მაშინ, როდესაც ჩავირიცხე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს აკადემიაში, Fame Studio-ში და მაშინ, როდესაც ჩემი პედაგოგი გახდა ევროპაში აღიარებული პედაგოგი, ვოკალისტ ჯული მასინო. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. საზოგადოებმა პირველი არის ის, რომ მინდა დამახსოვროს როგორც კარგი ადამიანი. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.